სოციალურ ქსელში, კონკრეტულად კი პლატფორმა X-ზე გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ევროკავშირში გადახდის ამერიკული ბარათები უქმდება და არაერთი მომხმარებელი ავრცელებდა ევროპული ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის კრისტინ ლაგარდის განცხადებას, რომ თითქოს მან განაცხადა, რომ გადახდის ამერიკული ბარათები უნდა გაუქმდეს და შეიქმნას ევროპული ალტერნატივა და ჩანაცვლდეს ამით და სწორედ აი ამ ამბავმა საკმაოდ დიდი გაუგებრობა გამოიწვია სოციალურ ქსელში, ვირუსულად გავრცელდა ეს ინფორმაცია. თუმცა კრისტინ ლაგარდის სიტყვები არის კონტექსტიდან ამოღებული. საქმე იმაში არის, რომ ევროპის ცენტრალური ბანკის დირექტორმა ირლანდიულ რადიოსთან ინტერვიუში ისაუბრა იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპამ უნდა შეამციროს დამოკიდებულება ამერიკულ და ჩინურ საგადახდო სისტემებზე და მისი თქმით დღეს მათი ციფრული გადახდების დიდი ნაწილი ასევე დამოკიდებული არის სწორედ არაევროპულ ინფრასტრუქტურაზე და მან განაცხადა, რომ როგორც წესი, როდესაც იყენებენ ბარათს, ხშირ შემთხვევაში საზოგადოება იყენებს Mastercard cards, PayPal-ს, Alipay-ს და სწორედ აი ამიტომ ისინი ცდილობენ, რომ ევროპული ალტერნატივა შექმნან და ამერიკული გადახდების სისტემასთან ერთად იყოს ევროპული ალტერნატივაც და სწორედ აი მისმა განცხადებამ გამოიწვია გაუგებრობა საზოგადოებაში, სოციალურ ქსელში. არაერთი მომხმარებელი ავრცელებდა ინფორმაციას, რომ ეს არის უკვე დანამდვილებითი ინფორმაცია, რომ გადაწყდა ევროკავშირი აუქმებს ამერიკულ გადახდის სისტემებს, თუმცა ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და სწორედ აი ამის გამო, როდესაც მოხდა საკმაოდ დიდი გამოხმაურება საზოგადოებისგან, Euronews Global-მა კითხვით მიმართა ევროპის ცენტრალურ ბანკს ამასთან დაკავშირებით შეესაბამება და თუ არა ეს ინფორმაცია სიმართლეს და ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებით სოციალურ მედიაში ლაგარდის სიტყვები კონტექსტიდან იყო ამოღებული და ვიზაზე, Mastercard-ზე, PayPal-ზე და Alipay-ზე უარის თქმას ისინი მხარს არ უჭერენ და მათი თქმით ევროპის ცენტრალური ბანკი მხარს უჭერს მრავალფეროვან და კონკურენტულ საგადახდო გარემოს, რომელიც მოიცავს როგორც კერძო, ისე სახელმწიფო ვარიანტებს. ციფრული ევრო იქნება დამატებითი არჩევანი მომხმარებლებისა და წარმოებისთვის და არა არსებულის ჩანაცვლება, ნათქვამი არის ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადებაში.